როგორ შეიძლება ეკონომიკური განვითარების პროცესებში მოსახლეობის, მათ შორის დევნილების ჩართვა, მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის ერთობლივი ღონისძიებები, დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის. საუბრები ამ და სხვა თემებზე რადიო ათინეთის ეთერში სოფო ხუბულავასთან ერთად. გვისმინეთ და ჩაერთეთ ყოველთვის ბოლო შაბათს, 16 საათსა და 15 წუთზე, გადაცემაში Live Georgia. მოგესალმებით მეგობრებო, რადიო ათინეთის ეთერშია გადაცემა Live Georgia, მე მისი წამყვანი სოფო ხუბულავა ვარ. ჩვენი გადაცემა პროექტის საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის, დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში კეთდება. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს ორ რეგიონში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში ახორციელებს. ეს ორგანიზაციებია ფონდი მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ასოციაცია ათინეთი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის, განათლება დემოკრატიისთვის, საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი და სამართლებრივი დახმარება საქართველო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი და პროფესორი მურთაზ კვირკვაია. ბატონი მურთაზი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოს დაკვეთით პროექტის ფარგლებში მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოზე მუშაობს, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. გადაცემა Live Georgia რადიო ათინეთის ეთერში. მოგესალმებით ბატონო მურთა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა ყველმოწვევისთვის. ბატონო მურთა, თუ შეიძლება მოგვიყვებით ამ სახელმძღვანელოს შესახებ, რომელზეც თქვენ მუშაობთ ამჟამად, რას მოიცავს ის და ზოგადად რა სახელმძღვანელოზეა საუბარი? ეს გახლავთ Live Georgia პროექტის ფარგლებში სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის კონსორციუმის ერთ-ერთი მონაწილეს არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა და გულისხმობს გრანტის მხარდამჭერის, საგრანტო მხარდამჭერის პროექტების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებას. კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში? თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს პროექტი უკვე ერთ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს, განხორციელებულია ძალიან ბევრი აქტივობა, შესრულებულია ძალიან ბევრი სამუშაოები და დაგროვილია საკმაოდ კარგი გამოცდილება თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსგავსი პროექტების მართვა და რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მიღწეული იქნას მიზანი, დასახული მიზანი და შესაბამისად ეს მიზანი მაქსიმალურად ისეთნაირად იყოს მიღწეული, რომ შედეგები იყოს იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვის დამაკმაყოფილებელი და სასარგებლო, რასაც პროექტი ეთვალისწინებს. ამ თვალსაზრისით სახელმძღვანელო გულისხმობს პირველ რიგში გაანალიზოს თუ რა სამუშაოები და აქტივობები არის შესრულებული, რა ინფორმაციის გავრცელების გზები იქნა გამოყენებული პროექტის ფარგლებში, როგორ მოხდა საჭიროებების შეფასება. საჭიროებების შეფასების ერთ-ერთი კომპონენტი ტრენინგის საჭიროების შეფასება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია პროექტში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ადამიანებს ხშირად სურვილი აქვს განახორციელონ გარკვეული სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ ამას ჭირდება უნარები, რომელიც განსაკუთრებით როდესაც ადამიანი გარკვეულ ასაკშია, უკვე ჭირდება გარკვეული განახლება ამ უნარების და ახალი ცოდნის მიღება. ამ თვალსაზრისით საჭირო ტრენინგი, საჭიროების შეცდომა საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა გახლავთ ამ პროექტში. შემდგომ სახელმძღვანელოში გადმოცემული იქნება მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში თუ როგორ განხორციელდა ბიზნეს კომპონენტის, ბიზნეს ტრენინგების და სამეწარმეო ტრენინგების ორგანიზება, რა პროგრამა, რა სილაბუსი იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად შედეგიანი ყოფილიყო ტრენინგ კურსები და როგორ არის სამართლებრივი საკითხების, მეწარმეობის სამართლის საკითხები ადაპტირებული ამ ბიზნეს და სამეწარმეო კურსთან. ამის გარდა მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში გადმოცემული იქნება თითეული საგრანტო მიმართულება, თუ რა კრიტერიუმები იქნა გამოყენებული თითეული მიმართულებით, როგორ მოხდა შეფასების პროცესი, რა ორგანიზაციული სტრუქტურა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და პროცესი მონიტორინგის თვალსაზრისით ყოფილიყო ეფექტიანი. გარდა ამისა, მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში გადმოცემული იქნება დამადასტურებელი
სტატისტიკური მასალები თითოეული საგრანტო პროექტის მიხედვით და შესაბამისად შემდგომ უკვე შემოთავაზებული იქნება გარკვეული დასკვენი და რეკომენდაციები. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს გახლავთ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, რომელიც ამ პროექტში ეხება მხოლოდ ბიზნეს გრანტების მხარდაჭერას, თუმცა გარდა ბიზნეს გრანტების მხარდაჭერისა პროექტში განხორციელებულია ბევრი სხვა აქტივობა, რომელიც მიზნობრივ რეგიონებში, შიდა ქართლში და სამეგრელოში გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი იქნება სამეწარმეო აქტივობის განვითარებისთვის, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ასეთი გახლავთ პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგ კურსები, სტაჟირების პროგრამები, კავშირების სხვადასხვა ორგანიზაციებთან, პოტენციურ დამსაქმებელთან მათთან შეხვედრების ორგანიზება, რაც საბოლოო ჯამში ამ რეგიონებში იწვევს სამუშაო ძალის, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას. ბატონო მურთაზ, რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით ორგანიზაციების მიდგომები შიდა ქართლსა და სამეგრელოში არის განსხვავებული. მაინტერესებს ამ სახელმძღვანელოში თითოეული ორგანიზაციის მეთოდოლოგია იქნება თუ არა ასახული? მადლობთ შეკითხვისთვის. მიდგომები იყო გარკვეულწილად განსხვავებული და ეს განსხვავება ასახული იქნება მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში. განსხვავება ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა მიზნობრივი რეგიონების სპეციფიურობის გამო გამოყენებული იქნა ალტერნატიული მიდგომები, რომელიც ამ კონკრეტული რეგიონებისთვის უფრო მორგებული იყო და შესაბამისად ეფუძნებოდა ამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარსულის გამოცდილებას მიზნობრივ ჯგუფებთან მუშაობის და შესაბამისად იმ სპეციფიკას, რაც მიზნობრივ ჯგუფებს ახასიათებს სხვადასხვა რეგიონებში. აქ საუბარია კონკრეტულად დაუშვათ ერთ-ერთი მაგალითი ამ განსხვავების. გახლავთ ის, რომ დაუშვათ განსახლების მაჩვენებლები შიდა ქართლში და სამეგრელოში დევნილი მოსახლეობის სხვადასხვანაირი თავისი სპეციფიურობა ახასიათებს, ხანგრძლივობა, დევნილობის პირობების სხვადასხვა და შესაბამისად აქედან გამომდინარე სხვადასხვა მეთოდები, რომელიც კონსორციუმის ფარგლებში იყო შეთანხმებული და ავსებდა ერთმანეთს. ამ განსხვავებას ჩვენ ამ მეთოდოლოგიაში ავსახავთ როგორც ამ პროექტის უპირატესობას და შესაბამისად რეკომენდაციებში დასახული იქნება, რომ არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მიდგომა მსგავს პროექტებში, რომელიც ერთნაირ შედეგებს მოგცემს. საჭიროა ადაპტირებული გარემოსთვის მიზნობრივ ჯგუფებთან მორგებული აქტივობები იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი იყოს მიღებული და ამ გრანტის დაანალიზება, მისი სტატისტიკური მონაცემები, ფაქტიური შედეგები გვიჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი მიღწეული იქნა. ამავე დროს საინტერესოა ალბათ მსმენელისთვის მივაწოდოთ ინფორმაცია სახელმძღვანელოში ერთ-ერთი პუნქტი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიდგომა ჩვენი გახლავთ ის, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ თეორიული მასალა, ამავე დროს წარმოდგენილი იქნება მდიდარი სტატისტიკა პროექტის შესახებ და ამავე დროს წარმოდგენილი იქნება кейსები, რომელიც ასახავს თითოეული მიმართულების, ბიზნეს გრანტებია საუბარი, თითოეული მიმართულების ასე ვთქვათ, წარმატებულ შედეგს თუ ადამიანებმა როგორ შეძლეს ამ პროექტის ფარგლებში თავიანთი მიზნების მიღწევა, ხშირად ისეთი მიზნების, რომელიც ამ ინფორმირებულების პროცესში ჩამოყალიბდა და ბიზნეს იდეები, რომლებიც ძალიან მაღალი კვალიფიციური ტრენერების, ტრენერებთან ერთად შემუშავდა, დამუშავდა და გარდაექმნა რეალურ ბიზნეს გეგმას. ასე რომ ეს სახელმძღვანელო ჩემი აზრით დასარგებლო იქნება ყველა იმ პროექტისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მსგავსი მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, ასე ვთქვათ, ეს იქნება საგრანტო თუ დასაქმების ხელშეწყობით თუ სხვა თვალსაზრისით. კეთილი, ბატონო მურთაზ, ეს სახელმძღვანელო, რომელზეც ჩვენ ახლა საუბრობთ, გარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, ვის შეუძლია მისი გამოყენება, ვისთვის იქნება ის ზოგადად საინტერესო? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც დაინტერესებულია მსგავსი საკითხებით და გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან კარგი მასალა სამეცნიერო კვლევებისთვის, ასე ვთქვათ, მეცნიერული კვლევებისთვის, ან სამეცნიერო ნაშრომებისთვის, ეს იქნება სტატიის, მონოგრაფიის, დისერტაციის ფორმით. ვინაიდან აქ გახლავთ წარმოჩენილი ის მიდგომები, რომელიც ჩვენს რეალობაში არის გამოცდილი და რომელმაც ჩვენს საქართველოს რეალობაში გარკვეული შედეგები მისცა იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებზეც იყო სწორედ გათვლილი რაიქ ჯორჯიას პროექტი.
ასე რომ აუდიტორია, რომელიც შეიძლება ამ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელობით დაინტერესდეს, საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვართ, რომ ის მისცემს გარკვეულ შედეგს, ასე ვთქვათ, ნაკლები შრომა, კონკრეტულად თუ საუბრობთ არასამთავრობოებზე, ადგილობრივ საერთაშორისო თუ სხვა ორგანიზაციებზე, როდესაც ისინი მოინდომებებს გავსი პროექტების განხორციელებას, მათ ექნებათ უკვე გარკვეული გამოცდილება იმისათვის, რომ ის გამოიყენონ ის გამოცდილება, რაც არის და ნაკლები დრო და რესურსები დახარჯონ ახალი პროექტების ჩამოყალიბების და ეფექტიან მართვაში. ბატონო მურთაზ, თქვენ როგორც ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ზოგადად როგორ შეაფასებდით პროექტს Live Georgia, რამდენად ეფექტური და სასარგებლო არის ის? ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში გახლავთ ამ პროექტის მიხედვით დაგეგმილი, მანამდე ვიზიტი გახლავთ ჩემი ვიზიტი იყო შიდა ქართლში, შევხვდი კონკრეტულად ბენეფიციარებს, როგორც შიდა ქართლში, ასევე სამეგრელოში. ეს ყველაფერი ჩემი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, შეფასებები, რომელიც მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოში აისახება, ამის გარდა გეტყვით, რომ ნამდვილად ყველა კრიტერიუმით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მსგავსი პროექტების შეფასებისას, ამ პროექტს უნდა მიენიჭოს მაქსიმალურად დადებითი შეფასება და ალბათ აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ პროექტების მსგავსი სამეწარმო საქმიანობის განხორციელების ხორციელდება, ესეთი მიზნობრივად განხორციელებულ პროექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთლიანობაში სახელმძღვანელოს რაღაც ნაწილი შემოსავლებულია და წინასწარ უნდა გითხრათ, რომ როდესაც Live Georgia-ს პროექტის მართვაზეა საუბარი, ერთ-ერთ თეთრთავში საკმაოდ კარგად არის გადმოცემული ინფორმაცია მართვის სტრუქტურის შესახებ, ფუნქციების განაწილების შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიდანვე კონსორციუმის ფარგლებში დაგეგმეს სწორად და ამ სწორი დაგეგმის შედეგი გახავთ სწორედ ის, რომ შედეგები არის ისეთი, როგორც მოსაძლებლობელი იყო და ხშირად უფრო უკეთესი, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო მურთაზ გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. გადაცემა Live Georgia რადიო ათინეთის ეთერში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით ამოიწურა. მსმენელებს შევახსენებ, გადაცემის სტუმარი იყო გრიგოლ რობაქრძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი პროფესორი მურთაზ კვირკვაია. ჩვენ ერთმანეთს მომდევნო თვის ბოლო შაბათს შევხვდებით. ნახვამდის. როგორ შეიძლება ეკონომიკური განვითარების პროცესებში მოსახლეობის, მათ შორის დევნილების ჩართვა, მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს სიღარიბის დაძლევას, ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის ერთობლივი ღონისძიებები, დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის. საუბრები ამ და სხვა თემებზე რადიო ათინეთის ეთერში სოფო ხუბულავასთან ერთად. გვისმინეთ და ჩაერთეთ ყოველი თვის ბოლო შაბათს, 16 საათსა და 15 წუთზე გადაცემაში Live Georgia.